მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდით. ოღონდ ამჯერად ცოტა განსხვავებულ ამპლუაში, როგორც მიხვდებოდით, უკვე დღეს ჩვენ არ უნდა ავაწყოთ არც ეს ლეგოები, დღეს უნდა განვიხილოთ ფილმი ფორმულა 1-ის შესახებ. რატო გადავწყვიტე ამ ფილმის განხილვა? ზოგადად ფილმები ძალიან მიყვარს. და ვთვლი, რომ ფილმის განხილვაც კარგად გამომივა. ფილმები მიყვარს, მანქანები მიყვარს, სიჩქარეც მიყვარს, რატომაც არა. თან ახალი ფილმია გამოსული. აი, ეს არის სახელი. რაც შეეხება ამ ფილმს, ფორმულა 1, ეგრე ქვია. მთავარ როლში, ასე ვთქვათ, არის ბრედ პიტი, რომელიც ასრულებს ახალგაზრდა, უბრალოდ ასრულებს ვეტერანი მრბოლელის როლს. ჯონი ჰეისის შესახებ. მოდი ჯერ ზოგადად ფილმის მოკლე მიმოხილვა გავაკეთოთ, ვინ არის პროდიუსერი. პროდიუსერი არის ჯოზეფ კოსინსკი. რა, როგორც გინდათ ისე დაუძახეთ, არ მაქვს პრობლემა. შეიძლება სახელი არაფერს არ გეუბნებათ, მაგრამ ისეთი ფილმების პროდიუსერია, მაგალითად რეჟისორი უბრალოდ როგორიც არის Top Gun Maverick, Oblivion, ტრონი მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან მომწონს ყოველ შემთხვევაში რა. ამ ფილმის ბიუჯეტი არის დაახლოებით 200-დან 300 მილიონამდე შეადგენს და ამ ეტაპზე მისი მოგება box office-ი 400 მილიონზე მეტი. არ ვიცი, შეიძლება ვცდები ამ ციფრებში, კიდევ ერთხელ გადავამოწმებ და აი ეგ გავაჩენ ესე. აი ეს არის ოფიციალური მონაცემები რა. ხო, IMDb-ზე 7.9 ქონდა რეიტინგი და ამის სახელს ვერასდროს ვერ ვამბობ ხოლმე წესიურად, Rotten Tomatoes-ი თუ რაც ქვია რა, მოკლედ იცით, ვინც ფილმებს უყურებთ იცით. კრიტიკოსებით 83 აქვს შეფასება, ხოლო მაყურებლებიდან 97, რაც ძალიან კარგი შედეგია. ყველა ფილმი კეთდება მაყურებლისთვის რა. შეიძლება კრიტიკოსებს არ მოეწონოთ რაიმე ფილმი, მაგრამ თავარი არის მაყურებელი რა. მაგას აქვს მნიშვნელობა მაყურებლის შეფასებას. მოკლედ, ახლა გადავიდეთ უშუალოდ კონკრეტულ ფილმზე, პირადად მე რატომ უმეწონა, მაგას გეტყვით და 10 ბალიანი სისტემიდან რამდენს დაუწერდი, შეფასების კრიტერიუმებსაც გეტყვით, იქნება 3 ტიპის შეფასება, ეს არის არ შეიძლება მეტი გამოვიდეს ვიზუალურად, რამდენად ლამაზია, ხმა რა თქმა უნდა და სცენარი და რეჟისურა რა. ოკეი, ეს 3 იქნება ალბათ. მოკლედ დავიწყოთ ბრედ პიტის პერსონაჟი, ჯონი ჰეისი. ეს პერსონაჟი, აი ამ ფილმის ეს ფილმი ისეთია, რომ ზოგს ძალიან მოწონს, ზოგს არ მოწონს და მე გეტყვით ამ ფილმს მე როგორ ხედავ. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვუყურებ ფორმულა 1-ს, ისეთი ადამიანი ვინც მიდის ამ ფილმზე და არ უყურებს, გაუჭირდება ბევრი რეფერენსის და პარალელის გაგება რა, შეიძლება ვერ მიხვდეს. მაგალითად, მთავარი პერსონაჟი ჯონი ჰეისი, რომელიც პირად ეს ყველაფერი არის ჩემი აზრი. ჩემი აზრით, ამ ადამიანში არის ცოტა კიმი რაიკონელისეული, მაგალითად აი პრეს კონფერენციაზე ყველაზე მარტივი პასუხი, კი, არა, კი, ეგეთი პასუხები ქონდა კიმის. ვინც არ იცით, შეგიძლიათ დაგუგლოთ კიმი რაიკონელი როგორი იყო პრეს კონფერენციებზე. ფილმში ასევე ნახსენები არის, ფილმში ჯონი ჰეისი ხდება ავარიაში. ეს ავარია ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, რაღაცით კავშირში არის სენას ავარიასთან. აი თუ გახსოვთ, ეგ ყველაზე ცუდი შაბათკვირა ეწოდა ფორმულა 1-ის ისტორიაში. აი დაგუგლეთ უბრალოდ სენას ავარიის პერიოდში მაგ გრან პრიზე რა მოხდა. აქ რო არ ვისაუბრო და მიხვდებით რა საშინელება იყო. მოკლედ გავაგრძელოთ რა. აი თითქოს არის იგრძნობა
სცენას ავარია მართალია ნახსენებია სცენაც შუმახერიც, მაგრამ მაინც არის ეს ჯონი ჰეისი ქერათმიანი ასე ვთქვათ როკსტარი, რომელიც უფრო ჯეიმს ჰანტის სტილისკენ მიყავს რა, ეგ რაღაცით. ანუ თითქოს იგრძნობა ჯეიმს ჰანტის. და ნუ გამომდინარე იქიდან რომ ეს ამ ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი არის კიდევ ანუ რეჟისორი არის და მთავარი პროდიუსერი ჯოზეფ კასინსკი, ერთ-ერთი პროდიუსერი არის ას თანაპროდიუსერი არის ჯერი არ ვიცი, ჯერი ქვია მოკლედ რა. სახელი არაფერს არ გეწყვეტ, რაც არ უნდა იყოს. მაგრამ ამასაც ნამუშევარი ისეთ ფილმებზე როგორიც არის ცუდი ბიჭები, პოლიციელი ბეორლი ჰილსიდან, კარიბის ზღვის მეკობრები, ანუ ისეთმა ხალხმა შეადგინა ეს ფილმი, რომელმაც ფილმის კეთება იციან და თან ამას ყველაფერს ტექნიკურ მხარდაჭერას და პროდიუსინგს უწევდა ლუის ჰამილტონი. ლუის ჰამილტონი ვინმე თუ არ იცით და ისე მიდიხართ ამ ფილმზე არ წახვიდეთ, ანუ არანაირ აზრს არ მოგცემთ რა. ჩემი აზრით ეს ანუ ლუის ჰამილტონის გავლენა ამ ფილმზე იგრძნობა რა. აი გარდა იმისა რომ ფილმში კიდევ სხვა ისინიც არის პერსონაჟები რა. იგრძნობა თითქოს ის რომ ეს ფილმი უფრო არის პირადად ჩემთვის ის რომ ლუის მიეგო პატივი შუმახერისთვის. ჩემი განმსახედიდან ეგრეა რა, აი მოდი მივყვეთ, კაი, ეს ცოტა ხანი თაროზე შემოვდოთ და მივყვეთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც უნდა იცოდეთ, როდესაც ამ ფილმზე წახვალთ რა. და რა თქმა უნდა, აქ იქნება სპოილერები, რა თქმა უნდა, ანუ მაქსიმალურად შევეცდები რომ არ იყოს, მაგრამ იქნება რა. პირველი ალბათ, ნუ მეორე პილოტის, რომლის როლს, ანუ ჯოშუა პირსი რა, ჩემი აზრით ეს არის ლუის ჰამილტონის პროტოტიპი, ერთგვარი რა, ანუ ფილმში ლუის ჰამილტონის რეალურ ცხოვრებას თითქოს ეს განასახიერებს, თავიდან ასე ვთქვათ, როგორი თავზე ხელაღებული ბავშვია, მომავალი სტარი და ყველა თავზე ევლება და მეტი წელი ცდილობს რომ სოციალურ ქსელებში გაატაროს თავის ბრენდზე ზრუნავს, ანუ თავის სახელზე, როგორც თავის ბრენდზე. შეიძლება ლუისი არ იყო ესეთ თავიდან, მაგრამ ალბათ მასაც ჰქონდა ეს, ასე ვთქვათ, გამოხტომები. პირველ შემთხვევაში, რაც შეიძლება ვერ დაამუღამოს ჩვეულებრივმა მაყურებელმა, მაგრამ მიხვდება ფორმულა 1-ის მოყვარულები. და აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცეებით აი ეს პატარ-პატარა რაღაცეები გვიყვარს რა ამ ფილმში. ეს არის თვითონ ამ პირსის ავარია. თუ არ გაქვს ფორმულა 1 არასდროს ნანახი და ანუ არასდროს რა ისეც რო კონდეს ნანახი, შეიძლება არ გახსოვდეს ეს ავარია ერთდროულად გავს გუან ჟოუს ავარიასაც რაღაც სუზუკაზე რა და კიდე აი მის სახელს ვერასდროს ვერ ამბობ, როგორც ჩავიწერე რა ქვია გიორსენი ქვია თუ არ ვცდები, თუ ვცდები ბოდიშით გიორსენის ავარიას რა. ანუ გუანჟოუს გავს იმ ნაწილში, როგორც თვითონ ეს მანქანა წყდება, ანუ როგორც ვარდება, ასე ვთქვათ რა, ტრასიდან და ჰალო იცავს იმას და გადარჩა მაშინ გუანჟოუ და თვითონ ბოლდის აფეთგების მომენტი გავს უკვე აი გიორსენის მომენტს რა, როდესაც აი ბაჰრეინზე 2020-ში უბრალოდ აფეთქდა, ანუ ეს ბოლდი აფეთქდა და ნუ კადრებს აქ არ ჩავსო, არ მინდა რომ დაგზაბოთ, უბრალოდ თქვენ თვითონ დაგგვირთ გიორსენის ის რა ქვია ავარია რა და მიხვდებით ამ ფილმში აი ეგეთი რაღაცეები ბევრია რა, შეიძლება ფილმში იყოს ტექნიკური შეცდომა, რაღაც ფორმულა 1-ის რეგლამენტებს ეწინააღმდეგებოდეს რაღაცა, რომელიც ძალიან არ გვაინტერესებს რა, აი ვინც ფილმს უყურებს, იქ მიდის რომ
ფილმს უბრალოდ უყუროს და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. იმას არ აინტერესებს სიტყვაზე შეიძლება თუ არა დაიწყო საბურავი მედიუმი ჰარდით მერე გადახვიდე ისევ მედიუმზე ან სოფტზე ან პიტლეინიდან რატო გამოდის ან იმას არ აინტერესებს, ბევრს არ აინტერესებს ყოველ შემთხვევაში ეგ რა. უბრალოდ ის უყურებს და ესეთი პატარ-პატარა შეცდომები თუ არის, ამის გამო თქვა რომ ეს ფილმი ბანძობაა, არ არის ბანძობა. პირიქით, ანუ ფორმულა 1-ს თუ უყურებ, ძალიან მაგრად გაგისწორდება ეს ფილმი რა. იგრძნობა იქ რომ აი რა თქმა უნდა იცი თავიდანვე რა ეს არის ფილმი, რომ ბოლოში კეთილად უნდა დასრულდეს, მაგრამ აი ბოლო მომენტში თითქოს ყველაფერი ისე მიდის, რომ კეთილად სრულდება, მაგრამ თან არ სრულდება კეთილად. მაგრამ ბოლოს მაინც დასრულდება რა, აი რაღაცა ის პატარა გაოცების მომენტი მაინც არის რა ამ ფილმში და იგრძნობა მთავარი რა, რომ ფორმულა 1 ბევრს გონია, რომ აი კი არის რა თქმა უნდა სხვასაც რო ეჯიბრები რა, მაგალითად ხარ ფერარის წარმომადგენელი სიტყვაზე და აი როგორც მაგალითად ჰამილტონს და ვერსტაპენს ჰქონდა რა, ერთი Red Bull-ის წარმომადგენელი იყო, მეორე Mercedes-ის. იდეაში ისინი ერთმანეთს კი ებრძვიან, ასე ვთქვათ. მაგრამ ამავდროულად Mercedes-ში, ანუ ლუის ჰამილტონის თავი მოწინააღმდეგე არის მისი ასე ვთქვათ, გუნდელი რა. ასე თუ ისე ისინი ერთ მანქანაზე ზიან და შენ გარდა იმისა, რომ სხვებს უნდა მოუგო, ამავდროულად შენ გუნდელსაც უნდა მოუგო. შეიძლება სხვებთან წააგო, მაგრამ შენი გუნდელისთან მოგება უნდა გინდოდეს ყველა ვარიანტში რა, რომ დაამტკიცო, რომ აი მე კარგი ვარ, მანქანა ცუდია, იმიტომ რომ მე კარგი ვარ და ამას ვასწრებ. ხო და ეგეც ეს თუ ისე იგრძნობა თავიდან, მე რა თქმა უნდა როგორც ყველაფერი კარგად ხდება, ესენს ლაგდებიან და ყველაფერი ფინალში კარგია მოკლედ რა. კიდევ ასე ვთქვათ, აი ბევრი შეიძლება ვერ მიხვდეს, აი გეგმაჯი და რაღაცა აი ეგეთებს რო ამბობენ რა. ფორმულა 1-ში არსებობს ესეთი რამე, რომ ტაქტიკა სანამ ყველა ასე ვთქვათ შაბათ-კვირას, როდესაც არის ხოლმე ფორმულა, ყველა ფიქრობს როგორი ტაქტიკით მოიგონ რა. ასე თუ ისე გამდინარე იქიდან რომ მანქანები რაღაც დონეზე ერთნაირები არიან, ცდილობენ ტაქტიკით მოიგონ, მაგალითად თუ წვიმს ივარაუდონ წვიმა როდის წამოვარო იმის შესაბამისი საბურავები შემოიტანონ, ვინ შეიძლება რომ მერე ავარიაში მოყვეს, ანუ ბევრ რაღაცას გათვლიან რა და აი ეს რამდენიმე გეგმის ვარიანტი მაგას ნიშნავს იდეაში რა. და ამათი გეგმა G თუ ზუსტად მახსოვს რა, როგორც ამბობენ ხოლმე რაღაც ქაოსი და რაღაცა, პირადად ჩემთვის გავდა აი ძალიან სასაცილო ფერარის ტაქტიკას რა, როდესაც აი გეგმადი F-ი აი 1000 გეგმას მოიფიქრებდნენ რადიოში და მე ძალიან ხალისოვდი მოკლედ ამ იმაზე რა, გეგმების მოფიქრებაზე. კიდე ამ ფილმზე რისი თქმა შეიძლება ის არის, რომ ფილმის მთავარი ასე ვთქვათ მუსიკოსი არის Hans Zimmer-ი. ვინმე თუ არიცით საერთოდ Hans Zimmer-ი ვინ არის? საერთოდ გათიშეთ ყველანაირი ტელევიზორი, არც დროს არ უყუროთ ფილმს, არც ფილმში არ წახვიდეთ, არასდროს შეეშვით, არ არის ფილმები თქვენი ძლიერი მხარე. თუ ეს ადამიანი არიცით. და აი ბოლო მომენტში ანუ ბოლო სცენა რაც არის, ასე ვთქვათ, ფინალური სცენა რა, ფინალური ბოლის სცენა, აი ფილმიდან რომ გამოდიხარ, ერთადერთი მუღამი გაქვს, რომ ეს მუსიკა ჩართო და სწორ გზაზე უბრალოდ შენს რაც შეიძლება სწრაფად წახვიდე რა, რაც ძალიან მაგარი შეგრძნებაა რა. აი ანუ ბევრი რამე კარგად არის ამ ფილმში რა. კამერამენმა საერთოდ რავი საბოლოო შენ რა კადრებიც გაქვს დაჭერილი, გაგიმარჯოს ღმერთთან, მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. აი ბოლოს აი ძალიან მაგარი ფილმია მოკლედ. მე ამ ფილმს ესე დავუწერდი რა. სცენარში დაუწერდი ალბათ უფრო 8-ს, ვიზუალური მხრივ რა თქმა უნდა 10-დან 10, რა თქმა უნდა, ანუ ისეთი ხალხის გაკეთებულია, რომ
ვიზუალურად ყველა დეტალზე ნაფიქრი აქვს, საერთოდ ყველა დეტალზე რა. და ნუ მუსიკაში 20-10-დან მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი რა. უბრალოდ ძალიან კარგი ფილმია. აი ფორმულა 1 თუ უყურებ და გინდა რომ წახვიდე და გაერთობი რა და თუ იცი კიდე რაღაცა ფაქტები და რაღაცეები, მიხვდები რომ ეს ფილმი არის უფრო იმის შესახებ თუ როგორ შეიქმნა Mercedes AMG Petronas-ი რა, რომ ეს ჯოშუა პირსი, ასე ვთქვათ, არის ლუის ჰამილტონი, ხოლო სონი ჰეისი არის ბევრი ფორმულა 1-ის მწვრთნელების საერთო ნაკრები, რომელიც ალბათ უფრო მაგით უნდა და მიეგო პატივი ჩემი აზრით შუმახერისთვის რა. ჩემი აზრი ეგ არის ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა სონი ჰეიში ბევრი პერსონაჟია ერთდროულად, როგორც აღნიშნე სენა, შუმახერი, ჰანტი, რაიკონ, ანუ იგრძნობა რა, როცა იცი როგორი მრბოლელები იყვნენ ესენი და გაძლევენ ასეთ პერსონაჟს, ხვდები რომ აი იქ აი პერსონაჟი ეს ამ ადამიანისაა, ნამდვილი ადამიანის და აი ისტორდება და ხვდები რომ აი რაღაც მხრივ ფორმულა 1-ის მიქსია ეს ყველაფერი. სხვა მეტი მე მგონი არაფერი არ არის, ხო, ნუ როგორც აღნიშნე სტატისტიკამ რაც არ უნდა თქვას და რაც არ უნდა დაიწეროს, ეს ფილმი არის მაყურებლებისთვის. მაყურებლის დიდ რაოდენობა 97% ეს ფილმი მოეწონა. ესე იგი ეს ფილმი შედგა. არის ლაპარაკი რომ შეიძლება ამ ფილმის სიკველი იყოს და რაღაცა, მაგრამ არ ვიცით. ხო, კიდევ ერთი ის, რატო მას შეიძლება რომ რატო გავს ეს ფილმი Mercedes-ის დაბადებას რა. ამ ფილმში გამოყენებულია თვითონ ეს მანქანა, რომელიც ძალიან ლამაზია, არის Mercedes-ის პროტოტიპი, არ მახსოვს რომელი მოდელის, W13 ქონდათ მე მგონი აღებული, არ მახსოვს. ფორმულა 2-ის მანქანა გადააკეთეს უბრალოდ ამ ფილმისთვის. ამ მანქანად მუშაობენ Mercedes-ის დიზაინერები, მთავარი პროდიუსერი ერთ-ერთი იმ დროს Mercedes-ის ის იყო პილოტი, ასე ვთქვათ, 23-ში მიდიოდა ამის გადაღება, თუ ზუსტად მახსოვს. არ შეიძლება ვცდები. ხოდა ძალიან ბევრი საერთო აქვს Mercedes-თან შესაბამისად. ჩემთვის ეს არის Mercedes-ის დაბადების ისტორია ფორმულა 1-ში, როგორ იქნებოდა. ბევრი, ანუ ასევე არის ფილმში team principal-ი ქვია მაგ პოზიციას, ასე ვთქვათ, რაზეც ქალი ყავს რა და ბევრმა შეიძლება იფიქროთ, რომ აი რა უნდა ფორმულა 1-ში ქალს ან რაღაცა რა, ვინც არ იცით რა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი გადმოსახედიდან ეს ფილმი არის Mercedes-ის შექმნაზე, ძალიან გავს ანუ ეს team principal-ი თვითონ ლუის ჰამილტონის მაგ პროფესიას რა ქვია, არ მახსოვს, ფიზიოთერაპევტი თუ არ ვცდები რა. სახელოვანი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან გავს რა და შეიძლება იმის ის იყოს, რა ქვია, ასე ვთქვათ. როგორ ახსნა, არ ვიცი, ანუ იმის პროტოტიპი იყოს რა. მოკლედ მე ამ ფილმს ყველას გირჩევთ, ვისაც ფორმულა 1 გიყვართ, მით უმეტეს გირჩევთ და ვეცდები რომ მალე დავბრუნდე. არ ვიცი, ფილმის განხილვა მე ძალიან მომწონს, ძალიან მიადვილება, იმიტომ რომ უამრავი ფილმი მაქვს ნანახი, კატასტროფულად ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და მალე დავბრუნდები. ვეცდები ყოველ შემთხვევაში რომ მალე დავბრუნდე. ეხლა ეს აქედაც გავიხედები, ძალიან ძერს გიკარდია, იმედია. ხო, რაც შეეხება ლეგოებს. ლეგოებს აუცილებლად დავუბრუნდებით. აქ გვაქვს Kenny Song-ი, Chevrolet Corvette, V8, ზევით აი აქ გვაქვს Lamborghini, იქით AMG GTS-ი,
მაგრამ ცოტა ხანი ესენი გვერდით გადავდოთ, იმიტომ რომ გამომწერების რაოდენობა საკმარისი არ აქვს, რომ ესენი ავაწყოთ და ესენი მენანება, ასე ვთქვათ, ჯერ ასაწყობად, ჯერ, მაგრამ აუცილებლად აეწყობა ესენი. ვთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი შინაურული არხი, რომელსაც არავინ არ უყურებს, მაგრამ დრო მოვა აუცილებლად, როდესაც ამ არხს ყოლება მაყურებელი და ეცადეთ, რომ ეს თქვენ თავიდანვე გქონდეთ ნანახი. ეს ყველაფერი, ჩემი ამდენი წყალება. მოკლედ, ფილმს ყველას გირჩევთ, ვისაც ვიზუალურად, აი, ყველანაირად ლამაზია ეს ფილმი. სცენარში კიდე შეიძლება ჩემი აზრით რაღაცეების გაკეთება, ასე ვთქვათ, მაგრამ ოკეი, ესეც ძალიან კარგია. ვიზუალში 10, სცენარში 8, მუსიკაში 20. აი ეს არის ჩემი ვერდიქტი. საშუალო მათემატიკული აი ეს არის. და მივუმატეთ 28 გაყავი 3-ზე გამოვა რამდენი? 9.3 ალბათ. ალბათ თუ არ ვწდები. ხო. ოდეში წეპირად ესე. აი იქ რო გამოჩდეს. აქ. ოკეი, მოკლედ, წავედი და შევხვდებით მალე. ბუმ. მოიცა ესე გავა. კინოებში რო არის ხოლმე ეს. Cut.